ფინანსთა მინისტრმა მედიას ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები და გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკული პარამეტრები წარუდგინა. ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ბიუჯეტის გავლენა ლარის გაცვლით კურსზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში არ დაფიქსირებულა და ეს პროცესი არც მეორე კვარტალშია მოსალოდნელი. სოფო ბერიძე ისაუბრებს თემაზე პირდაპირ ეთერში. სოფო, კონკრეტულად რა პარამეტრები დაასახელა მინისტრმა, რითიც ის საკუთარ პოზიციას ამყარებს? მინისტრმა ისაუბრა თითქმის ყველა მაკროეკონომიკურ პარამეტრზე და შეეცადა იმის ახსნას და განმარტებას, რომ ბიუჯეტი არ ახდენს არანაირ გავლენას ეროვნული ვალუტის დევალვაციაზე. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე 7 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 1 მილიარდი ლარით მეტის მობილიზება მოხდა, ვიდრე ეს იყო გასულ წელს და ასევე გასულ წელთან შედარებით 580 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში და ნოდარ ხადური ამბობს, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს თანაბარ ხარჯვას და ეს ასეც გაგრძელდება. ფინანსთა მინისტრის განცხადებით ასევე დეპოზიტებზე ხდება მიმდინარე წელსაც თანხების დაგროვება, ისევე როგორც ეს იყო 2014 წლის განმავლობაში. ამის გარდა ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარე 7 თვის განმავლობაში ბიუჯეტის ანგარიშებზე უკვე მოხდა 81 მილიონი დოლარის დაგროვება და წლის ბოლომდე მოხდება 110 მილიონი დოლარის დაგროვება, რაც შეეხება უკვე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. მთავრობა წელს ელოდება მილიარდ 186 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მას შორისა გასულ წელს ქვეყანაში მილიარდ 279 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ბიუჯეტი ხარჯვა მიმდინარეობს საქართველოსთვის ძალიან უჩვეულოდ, მაგრამ თანაბრად, რასაც ადასტურებს უკვე გაწეული ხარჯები და ადასტურებს ის პროგნოზები, რომელიც ჩვენ გავაცანით მოსახლეობასაც, ველოდებით, რომ მაკროეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში იქნება სტაბილური და ყველა ეს მაჩვენებელი, რომელიც თქვენ მოგახსენეთ, იძლევა სრულ საფუძველს იმისა, რომ ვიყოთ ძალიან ოპტიმალურად განწყობილები და ვთქვათ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტური საფუძველი გვაქვს. რაც შეეხება სავალუტო პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის მოლოდინებს, მოლოდინები არის ოპტიმისტური, როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს და განმარტავს კიდევ ერთხელ ფისკალურ პოლიტიკას არ მოუხდენი არანაირი გავლენა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით და ის ამბობს, რომ ამის ძირითადი მიზეზი იყო ის მოლოდინები, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ ნოდარ ხადურს მიაჩნია, რომ აუცილებელია მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ უფრო კონკრეტულად აქტიურად იმუშაოს სწორედ ამ სწორი მოლოდინების შექმნასთან დაკავშირებით და გამართოს კონკრეტულ სეგმენტთან დაკავშირებით შეხვედრები და მათაც დეტალურად მიაწოდოს მაკროეკონომიკური მონაცემებთან დაკავშირებით ინფორმაცია. მე გითხარით, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა ფისკალური პოლიტიკის მხრივ არ ყოფილიყო არანაირი ზეწოლა და პირიქით გითხარით, რომ ფისკალური პოლიტიკა იყო იმდენად დაბალანსებული, რომ მან დადებითი როლი შეიტანა წლის პირველი 8 თვის განმავლობაში. არა მარტო გაცვლით კურსზე, მაგრამ გაცვლით კურსთან მიმართებაში. რაც შეეხება წლის მეორე ნაწილს, ისევ ფისკალური პოლიტიკის გადმოსახედიდან გეტყვით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დაბალანსებულ პოლიტიკას და მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი ამას არ გააჩნია და შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ როგორც ჩანს ჩამოყალიბდა არასწორი მოლოდინები და ყველა ჩვენთაგან ის ამოცანა, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის, რომ აბსოლუტურად სწორი მოლოდინები ჩამოაყალიბოს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, ბიზნეს წრეებს და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, მათ შორის დაინტერესებულ წრეებთან, ბიზნეს წრეებთან კომუნიკაციის მეშვეობით და ვაძლევთ ამ ინფორმაციას. როგორც ცნობილია, მთავრობა სწორედ ზაფხულში ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას ელოდებოდა, თუმცა აგვისტოს დასაწყისიდან ლარმა გაუფასურება დაიწყო და დღეს უკვე 1 დოლარი შესაძენად 2 ლარი და 32 თეთრზე მეტია საჭირო. მიუხედავად ამისა, ფინანსთა მინისტრი ამბობს და მისი მოლოდინები უკვე შემდგომ პერიოდთან, კერძოდ შემოდგომასთან დაკავშირებით არის ოპტიმისტური. დღევანდელ ვითარებას კი ქვეყნის მთავარი ფინანსისტი არასწორ მოლოდინებს უკავშირებს, რომელზეც მიაჩნია, რომ მუშაობა არის აუცილებელი და ფინანსთა სამინისტრო ნოდარ ხადური ამბობს, რომ თავის მხრივ მართავს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს, მათ შორის ასეთი შეხვედრა კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან უკვე შედგა. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა.